ის საკითხი, რითიც უნდა დაიწყო დღევანდელი დღე, ნამდვილად არის ელენე ხოშტარია და მისი მდგომარეობა უკვე 10 თვეა. ელენე არის პოლიტიკური პატიმარი, უკანონო ტყვე ივანიშვილის და არა მხოლოდ ივანიშვილის, მათ შორის კახა კალაძის, რომლის ბანერზეც ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო. რა ზიანიც მაშინ მათივე საგამოძიებო უწყებებმა შეაფასეს რამდენიმე ასეულ ლარად, მგონი 200 ლარად. ამ სასაცილო ბრალდების გამო 4 შვილის დედა, ქალი პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელმაც ამ წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა თავის პროფესიული საქმიანობით თუ ოპოზიციაში საქმიანობით ევროინტეგრაციის პროცესში. დღეს ხედავთ, რომ უკვე მეოთხე თვეა მის ჯანმრთელობა გაუარესებულია. კარგია, რომ ადვოკატებმა გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ელენეს არ უნდოდა ამის საჯაროდ თქმა გამოტანა ამის საჯაროდ, შეტყობინება პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ ხიფათი ივანიშვილის ციხეში აქვს ყველას, განსაკუთრებულად მათ, ვინც უკომპრომისოდ ებრძვის ივანიშვილის რუსულ ძალადობრივ რეჟიმს და რეპრესიულ რეჟიმს. ამიტომ ელენე ხოშტარია, რა თქმა უნდა, ამ საფრთხეში იმყოფება ახლა. ერთადერთი მოთხოვნა, რაც მას აქვს და მეც მხოლოდ ამ მოთხოვნით ვარ წარმოდგენილი, არის ის, რომ მის მიმართ უნდა არსებობდეს სამართლიანი სასამართლო, რაც სამწუხაროდ მურსის პირობებში ვერ იქნება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ერთი გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და მეორე, სანამ აი ამ ძიმე ვითარებაში ვიმყოფებით, ქართულ ოცნებას და ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ციხეში მყოფ პოლიტიკურ პატიმრების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს და არავის სხვას. მხოლოდ ივანიშვილია პასუხისმგებელი, რა მდგომარეობაში იქნებიან იქ პატიმრები, მათ ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომელიც რეალურად შეიძლება ძალიან დიდი ხიფათის ქვეშ გასახლოს. სინამდვილეში აი ფართოდ რომ გაახილოს ყველამ თვალი და კარგად დაინახოს რა რეალობა არის დღეს, ელენეს მაგალითზე შეუძლია რომ დაინახოს ქალი პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი, 4 შვილის დედა, ციხეში ზის 10 თვეა, მხოლოდ და მხოლოდ ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერის გამო. და ეს არის ისეთი აბსურდი, რომ დღეს ის პატიმარია, ეს არის წარმოუდგენელი აბსურდი. ამის არ დანახვა ნიშნავს ხელოვნურად თვალების დაბრმავებას, თუ კი ვინმე არსებობს ამ ქვეყანაში, რომელიც თვლის, რომ ეხა ელენე უნდა იყოს პატიმარი. ისევე როგორც სრული აბსურდი ტრიალებს აი ამ მიმართულებით სხვა პოლიტიკოსებთან მიმართებითაც, მათ შორის არის ელენე ხოშტარიაც, ხო? მე ხავ გულისხმობ იმ სასამართლო პროცესებს, რომელსაც დაარქვეს სახელად ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, რის საფუძველზეც შესაძლოა უკან ციხეში შეაბრუნოს სხვა პოლიტიკური ლიდერები, ვინც გამოვიდნენ უკვე ციხიდან და ვინც ციხეში ზის, მათ შორის იქნება ელენე ხოშტარია თუ სხვა, კიდევ დაუმატონ პატიმრობის წლები. ირაკლი, აი თქვენ რითი ხსნით რეალურად ამ დაჩქარებული ტემპით ჩანიშნულ სასამართლოებს, მე წეღან ზალს ვეუბნებოდი, რომ ეს ჩემი განცდა, მე ასე ვხედავ, რომ თითქოს რაღაც ახალი ძევლების აყვანის პროცესს აჩქარებენ, იმიტომ რომ მოასწრონ, ვიდრე იქნება მიღებული გადაწყვეტილება ვიზა ლიბერალიზაციის თაობაზე. ანუ რომ იყოს სავაჭრო დამიჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან, შემდეგ გამოუშვებ მე ამ ძევლებს და თქვენ უნდა მიმიღოთ ისეთი, როგორიც ვარ მე. არ ვიცი, სხვა რა ახსნა შეიძლება გქონდეს თავისთავად ჯერ ამ აბსურდს, რაც ქვია ამ როგორ არის საბოტაჟის საქმე და მერე პლუს დაჩქარებული ტემპი. დღეს ზურა ჯაფარიძე ეუბნებოდა ჟურნალისტებს, რომ როცა აბსურდზე იყო კომენტარი, რომ მაგალითად მოწმემ, რომელიც დღეს წარმოადგინეს სასამართლოში, მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეთქვი, მოყვა როგორ დაინახა, რომ მიმართა ხალხს მამუკა ხაზარაძემ, რომ პარლამენტის შენობა უნდა აეღო თუ რაღაც ასეთი. მაინც და მაინც მამუკა ხაზარაძეს რატო დაადო ხელი არ ვიციო, ზურა ჯაფარიძე ამბობდა, მოკლედ მამუკას და ბადრის დაადო თავიდან ხელი. თქვა რომ ხალხს მოუწოდეს, მერე ეს ხალხი აგრესიული გახდა, ჩვენ დაგვეჯახდნენ და მიიწევდნენ პარლამენტის შენობის აღებისკენ. არ ახსოვს ზუსტად სად იყო, არ ახსოვს იქ სცენა იყო თუ არა, არ ახსოვს
მიკროფონი იყო თუ არა, არაფერი ახსოვს საერთოდ, მაგრამ ახსოვს რომ რაღაც დაინახა როგორ მოუწოდეს მათ ხალხს. აი ასეთი აბსურდი ტრიალებს სასამართლო პროცესზე, მაგრამ თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენება და ჩემზე კარგად იცით რომ თუ გადაწყვეტილია რომ ძევლები საჭიროა ეხლა ახალი, ისინი აუცილებლად წავლენ ციხეში. რამდენიმე ნაწილად დავყოფ პასუხს. პირველი, აბსურდულია სრულიად ეს სასამართლო პროცესი და ერთადერთი მიზეზი, რატომაც სასამართლო პროცესი დაიხურა თქვენთვის, მედიისთვის, არის ის, რომ თქვენ ვერ აჩვენოთ საზოგადოებას ის სიყალბე, სიცრუე, რაც ამ სივრცეში ტრიალებს. ცრუ მოწმეები, ნულოვანი მტკიცებულება და გამოგონილი თეთრი ძაფით ნაკერი არ ქვია ამას. გამოგონილი სრულიად ზღაპარი საქმე, სადაც უბრალოდ გამოყავთ ვიღაცა მუნდირშელახული ადამიანები, ასაუბრებენ მათ მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებს, საუბრობენ რომ ვიღაც დაინახეს, არიციან როდის, არიციან რომელ ადგილას, არა აქვთ არანაირი მტკიცებულება. ამ დროს მილიონი კამერა იყო ადგილზე, როგორც სატელევიზიო პირდაპირ ეთერში იყო დაახლოებით 10 სატელევიზიო არხი პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. პარალელურად ადგილზე სამხრე კამერები ჰქონდა ნაწილს, დიდ ნაწილს საკმაოდ. დაამონტაჟეს პარლამენტის შენობაზე კამერები, რომლებიც აკონტროლებს მთელ პერიმეტრს აურაცხელი რაოდენობით და ამ დროს ვიღაცა ბიჭიკომ დაინახა თურმე მამუკა ხაზარაძე რა დავალებას აძლევდა, მაგრამ არაფერი არსად მტკიცებულება არ არსებობს. სიტყვებიც არ მახსოვსო, მაგრამ ვიცი რომ მოუწოდა. ბადრი ჯაფარიძეზე, მაგალითად მამუკაზე თუ თქვენს რომ მამუკა აძლევდა დავალებას ხალხს იქ მდგომ პროტესტში მონაწილე საზოგადოებას, ბადრი ჯაფარიძეზე თქვენს რომ მიმიკით ანიშნავ. ანუ ხო წარმოგიდგენიათ რა ფარსში და სიგიჟეში ცხოვრობთ ბიძინა ივანიშვილის პირობებში. თუმცა ცხადია რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი იმისთვის, რომ ივანიშვილმა ივაჭროს. ივანიშვილმა ამ ყალბის საქმით თავისი კალათა, რომელიც უცარიელდება ახლა პოლიტპატიმრების კალათა, უნდა რომ შეავსოს ხმამაღალი სახელი გვარებით. სახელი გვარებით, რომლებსაც აქვთ ავტორიტეტი, რესურსი, საგარეო მხარდაჭერა, კონტაქტები და ასე შემდეგ. რისთვის? იმიტომ რომ ივაჭროს. ივაჭროს რა პროცესში? ერთი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, მაგრამ მე მგონია რომ ვიზა ლიბერალიზაცია ივანიშვილს დიდად არანაღულებს. არ ანაღულებს ქართული ხალხის კეთილდღეობა, იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაცია რას ნიშნავს ჩვენთვის? ნიშნავს მეტ ეკონომიკურ შემოსავალს, მეტ ინტეგრაციას, მეტ თავისუფლებას და მათ შორის ევროკავშირის წევრობისგან გადადგმულ ნაბიჯებს. მაგრამ თავის მხრივ ივანიშვილს საერთოდ არ უნდა რომ აქ საქართველოში მყოფი მოქალაქე თუნდაც იყოს უზრუნველყოფილი მისი ოჯახის წევრის მხარდაჭერით, თუნდაც ემიგრაცია, მას ანაღულებს ერთადერთი რამ. ის მოსალოდნელი სანქციები, რომელიც ივანიშვილი კისერზე აქვს მოხვეული და მას აღრჩობს. იმიტომ რომ ინგა თუ მორწმუნე მართლმადებელ ქრისტიანს ეშინია სამსჯავროს დღის, ეშინია ღმერთის, უღმერთო და ურჯულო ბიძინა ივანიშვილს ეშინია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რამის. საკუთარი ფულის დაკარგვის, საკუთარი სიმდიდრის დაკარგვის და ამას ეს ხდება ახლა ყოველდღიური რისკი არსებობს მისთვის იმისა, რომ ის დაკარგავს ყველაფერს. იმ სანქციების პირობებში, რაც ერთი ბრიტანეთის სანქციებით აყირავდა მთელი მისი რაღაც სტაბილურობის განცდა, რომ თითქოს და ის ხელშეუხებელია. რამდენი ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს, რადგან ბრიტანეთი ახსენეთ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან. ეს აფრთხე, რომელიც ახლა მისთვის არსებობს, იქნება გარდაუვალი, იმიტომ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დევნოს დამოუკიდებელი მედია დღეს რაღაც გაუგონარი სასამართლო მოუწყვეს ტევ პირველ, სადაც თქვეს, რომ ეს თქვით, ეს არ თქვათ, ეს თქვით, ეს არ თქვათ. სად გაგონილა ასეთი რაღაცა? თავის დროზე ჩვენ ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლებას სასამართლოში გადაღება, რომ არ დაუშვეს, ჟურნალისტებს რომ არ გიშვებდნენ. შემდეგ ესენი მოვიდნენ, პირველ წელს რაღაც ცვლილებები გააკეთეს და დღეს იმავე უარეს საკეთებენ ერთადერთი მიზნით. ერთადერთი მიზანი აქვს ივანიშვილს, რომ დამალოს ის ჯოჯოხეთური უსამართლობა, უკანონობა, რაც საქართველოს მოქალაქეების თავზე ტრიალებს. მაგრამ ივანიშვილი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მას გასაგებია, რომ ღმერთის არ ეშინია, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით მათ,
რომ რისიც ეშინია, მაშინ იმას მიიღებს აუცილებლად და ეს იქნება უმძიმესი სანქციები, რომელსაც ივანიშვილი ვერ გაექცევა და მას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება აუცილებლად, იმიტომ რომ რესურსების გარეშე დარჩენილი ივანიშვილი აღარც კობახიძეს ენდომება, აღარც მდინარაძეს ენდომება და მით უმეტეს არც ზარქუებს და იმ გარემოწევს. აი ირაკლი გაგრძელებას როგორ ხედავთ ამ პროცესისას მე წეგან წავიკითხე მაკა ბოჭორიშვილის სიტყვები მაგალითად ანგარიშში არის საუბარი რომელიც 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ გუშინ იქნა მხარდაჭერილი ის ამბობს ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ბევრი ტყუილი ანუ მათ შეფასებაზე ქართული ოცნების შეფასებაზე როცა იქ არის საუბარი სადაც სხვათა შორის საინტერესოა რომ დე ფაქტოდ მოიხსენიებენ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს ბოჭორიშვილი ამბობს რომ ამ რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი ტყუილი არასწორი ინფორმაცია და ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც თავდასხმას ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე გაგრძელება როგორი იქნება თქვენ როგორ ხედავთ ახლა მაკა ბოჭორიშვილს რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთი გაქსუებული ოლიგარქის ინტერესებს არ აქვს იმის უფლება რომ ივანიშვილი მარტო ერთი კაცი დააკავშიროს და გაავლოს პარალელი ივანიშვილსა და ქართულ სახელმწიფოს შორის ივანიშვილსა და ქართულ ხალხს შორის ამიტომ იქ არსებული რეზოლუციაში ევროპარლამენტის რეზოლუციაში არსებული კრიტიკა, რომელიც არის უმძიმესი ნამდვილად, მიესადაგება ივანიშვილს და მის ანტიქართულ ოცნებას და ეს არის რეალური მხარდაჭერა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოსი. ამიტომ ჩვენ დიდი ხანია გავმიჯნეთ ქართული სახელმწიფო, ქართველი ხალხი და ივანიშვილი. რა გააკეთა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ წლების განმავლობაში? ეკონომიკა აყვავა, ადამიანის უფლებებით დაიცვა, ქუჩაში ხალხი არ დაასახიჩრა, პოლიტპატიმრებით არ გაავსო ქვეყანა და ციხე თუ რა გააკეთა სასიკეთო. ამიტომ ეს პარალელი რამდენჯერაც თავის პროპაგანდისტულ რაღაცა საკანალიზაციო არხებში, რამდენიც არ უნდა იმეოროს მაკა ბოჭორიშვილმა, რომ თურმე ივანიშვილის კრიტიკა არის ქართულ სახელმწიფოს და საქართველობაზე თავდასხმა, ამას ვერავის ვერ დააჯერებს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვს სურვილი გამოხატული რეფერენდუმით დამტკიცებული რომ ეს არის ევროინტეგრაცია და არა ბიძინა ივანიშვილის მონარქია მისი შთამომავლობით ბერათი თუ ცოტნეთი თუ ასე შემდეგ არ გვინდა ჩვენ ივანიშვილების მონარქია ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ ევროკავშირზე იმიტომ გავაკეთეთ ევროკავშირზე რომ რაღაც დასაბამიდან კი არ მოგდევს იქ არის სოლიდარობა იქ არის სიმდიდრე იქ არის მაღალი პენსიები სამუშაო ადგილები მე რეგიონებში დავდივარ აქტიურად ინგა უმძიმესი მდგომარეობაა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები შეჭმულია კორუფციით გაუბედურებულია მთელ საქართველოში სკოლები, ბაღები მე ამას ვეძახი ის რაც მე ჩემი თვალით ვნახე დაახლოებით 30 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ქალაქში რუსთავში, გარდაბანში, თელავში, ყვარელში, მოჭრილი მთები, დანგრეული სკოლები, ბაღები, გზა არა, წყალი არა, გაზი არა, არაფერი არა ეს ამას მე ვეძახი ეს არის გენოციდი ქართველი ხალხის წინააღმდეგ რატომ? იმიტომ რომ თუ ამ პირობებს ელემენტარულ პირობებს ამ რამდენიმე უზარმაზარი ბიუჯეტის პირობებში ხო რამდენიმე ძირითად პირობასაც თუ არ შეუქმნი მოქალაქეს ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ ადამიანებს, მოქალაქეებს, ქართველებს ეუბნები რომ აიყარეთ ამ მიწიდან, წადით უცხოეთში, გადაიხვეწეთ და იქ იცხოვეთ. ყველა სხვა ამას გეუბნებიან. ეს დიდი ხნის წინ ითქვა, ჩვენ დაგისუბსიდირებთ. მე სამუშაო ადგილებს ვერ შეგიქმნით, აკაო. წადით სხვაგან იმუშავეთო და იქედან გამოგზავნეთ ფული საქართველოში, რომ ამათ თურმე მე ბიუჯეტიდან მოიპარონ, რომ სიძეები და ვიღაცა მძახლები გაამდიდრონ, რომლებიც ამ თავის გარშემო ტენდერები, კომპანიები წარმოუდგენელი ვითარება ხდება და ამ მდგომარეობაში ეს არის გენოციდი ქართველი ხალხის. აქამდე სამუშაო ადგილებზე იყო ახლა განსხვავებული აზრია, რომ განსხვავებული აზრი აქვს ინგა გრიგოლიას, თქვენი ადგილი აქ არ არის, წადით ამ ქვეყნიდან. ხო მოგვიწოდებენ მათი იდეოლოგები, ხან შალვა რამიშვილები, ხან ეს წარმოუდგენელი რაღაცა ფილოსოფიასთან რო არანაირი კავშირი არ აქვს. შეუძლებელია ფილოსოფოსი იყოს ერთი კონკრეტული ინდივიდის მონა საკუთარი აზროვნებით, მონა საკუთარი ქცევით, შათირიშვილებით და სხვები. წარმოუდგენელი ვითარება. მე იძულებული ვარ და ხშირად უყურებ ამ პროპაგანდისტულ არხებს.
უყურებ, იმიტომ რომ დავინახო. ხო, არა, ნუ თქვენ უნდა უყუროთ. პოლიტიკოსი ვარ, ჩემი საქმე. გაინტერესებთ რა არის, რაზე დგას ოცნების პროპაგანდა. რაზე დგას პროპაგანდა, იმიტომ რომ როცა რეგიონებში გავდივარ, დედაქალაქში, მოქალაქეებს ვხვდები. მესმის თქვენი იყვებიან ხოლმე, ან მერე გაშიფრული თუ შემხდება სოციალურ. ამ ანალიტიკასაც ვაკეთებ, მაგრამ ფიზიკურად ამის ნახვა არის აუცილებელი, რომ გაიგო რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ბიძინა ივანიშვილი, რამდენად დიდ ჭაობში ჩააგდო ქვეყანა და კიდევ უფრო უსრულისკენ მიათრევს. მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდაზე. მაგალითად, ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რომელიც 10 წლების განმავლობაში ყოველთვის მეგობარი იყო ქართული სახელმწიფოსი, მიიწევს წინ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და დასაცავად. ამაზე რა ნიუსები აქვს, რომ ნახოთ, გული გაგისკდებათ უბრალოდ. ამ დროს ჩვენ უკრაინას ვაგინებთ, ევროკავშირს ვაგინებთ, გერმანიის სახელმწიფო, რომელსაც უზარმაზარი რესურსები აქვს ჩვენ ქვეყანაში დახარჯული, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ზუსტადაც. ამერიკის შეერთებული შტატები მათ ვაგინებთ და ივანიშვილმა ჩინეთთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა. იმ ჩინეთთან, რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ არ მისცა ხმა აფხაზეთში და ცხინვალში ქართველი დევნილების დაბრუნებას. ეს არის ივანიშვილი, წარმოიდგინეთ, რომ იმ სახელმწიფოსთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა და დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა მთავარ პარტნიორთან აფხაზეთში და ცხინვალში. კი ბატონო, ამერიკის კარგავს პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, კარგავს პარტნიორობას ევროკავშირთან, რეგიონში რა ხდება ჩვენს გარშემო. წარმოუდგენლივით თბილისი ხომ იყო კავკასიის დედაქალაქი ბოლო 100 წლის განმავლობაში. ბაქოს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობაც კი თბილისში გამოცხადდა. სომხეთის დამოუკიდებლობაც კი თბილისში გამოცხადდა თავის დროზე. ეპიცენტრი იყო. თუ კი რამე რეგიონში ხდებოდა, სოფლიოს ყველა ლიდერი, სახელმწიფო დეპარტამენტი, სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტები, ევროპარლამენტის თუ ევროკომისიის გასვლითი ძალიან მნიშვნელოვანი თბილისში იმართებოდა. ახლა რა ხდება? სომხეთში იმართება, ერევანში. ღმერთმა გაუმარჯოს თავის საქმეში სომხეთს, მაგრამ მე როცა ეს თან მოპოვებული გქონდა, ამ ქვეყანას მოპოვებული ქონდა ყველა წინა ხელისუფლების დამსახურებით შევარდნაძის ზვიადიდან დაწყებული, მათ შორის მომდევნო ორი ხელისუფლებით გაგრძელებული. მოპოვებული ესეც კი დაგვაკარგდეს. ანუ ერევანი გახდა კავკასიის დედაქალაქი. არჩევნების წინ საკუთარ ხალხს პირდებოდა, რომ აი 2 წელიწადში გექნებათ ვიზა ლიბერალიზაციო და ამ დროს ჩვენ კარგავთ. აი მაინც მინდა რომ მიუბრუნდე ამ თემას, ირაკლი. ამ კრიზისულ სიტუაციაში, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული და ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, სამწუხაროდ თუ ეს გადაწყვეტილება გაფორმდება, ამას იგრძნობს ყველა საკუთარ თავზე. აქ რომ იყოს საუბარი ქართული ოცნების წარმომადგენლების მოგზაურობაზე, საერთოდ არ ვიდარდებით. ეს შეეხება ყველას. აი ამ დროს უკიდურესად დაძაბვა სიტუაციის პიკში აყვანა პოლიტიკური ტემპერატურის რითი იხსნება თქვენთვის. წარმოიდგინეთ, გეუბნებიან პირობები უდევთ მაგიდაზე რა უნდა გააკეთონ და ერთ-ერთი მათ შორის მთავარი არის რომ გაათავისუფლეთ უდანაშაულო პატიმრები და ამ დროს გათავისუფლების ნაცვლად პირიქით მიდის გამალებული ტემპით სასამართლო პროცესები, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ანუ რითი ხსნით, ეს რა არის? ხრიკი. ეს არის ხრიკი, ეგრეთ წოდებული ტრუკი, როგორც ივანიშვილი თავადვე იტყო და საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ეს არის ესე ცირკში მყოფი რაღაც ტიპივით, რომელიც ხან მათრახს იქნევს, აშინაურებს გარეულ ცხოველებს და ეს ზოოპარკი მას ყავს, წარმოდგენილი, ხშირად უყურებთ და უსმენთ ამ ადამიანებს და მას აქვს ესეთი ტრუკი საზოგადოების წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ყოველ კრიზისულ ვითარებაში ის იწყებს უფრო მეტ რეპრესიას იმისთვის, რომ ეს კალათა, სადაც სინამდვილეში უნდა იყოს რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, რომ მურუსიძე არ იყოს ქართული სასამართლოს თავკაცი. როგორ შეიძლება სანდრო გირგულიანის მოსამართლე, როგორ მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში, იყოს დღეს სასამართლოს თავკაცი. რომ მურუსიძე არ იყოს სასამართლოში, ფინანსური ინსტიტუტების
რეფორმა, მათ შორის ეროვნული ბანკი, რეფორმა მათ შორის ევროინტეგრაციის პროცესში, რომ კანონმდებლობა მოვიდეს თანხმდე. არ დევნიდე დამოუკიდებელ მედიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ დევნიდე. ეს უნდა იყოს კალათაში. და ამის გაკეთება, რომ არ უნდა ივანიშვილს აქვს მეორე კალათა. ამ კალათაში აქვს უბრალოდ ყავს ტყვეები. ტყვეები, რომელსაც იმიტომ რომ დე-ფაქტო ხელისუფლებაა, დე-ფაქტო ხელისუფლება, ძალაუფლება უყრია, გვიწევს რომ ამ რეპრესიულ კანონებს იძულებით დავემორჩო, იძულებით. არა ნეფსით, არამედ იძულებით. ამ კალათაში აგროვებს პატიმრებს, ტყვეებს და სჭირდება ხმამაღალი სახელი გვარები. სამწუხაროდ ყველა პოლიტპატიმარი არის მნიშვნელოვანი, ისინი არიან დედები, ძმები, მამები, სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ავტორიტეტები, კარგი მოქალაქეები, პატრიოტები, მაგრამ იმისთვის რომ ივანიშვილმა უფრო ეფექტურად შეძლოს საკუთარი ძალადობრივი პოლიტიკის გატარება, ჭირდება ხმამაღალი, ხმაურიანი სახელი გვარები, მათ რომელთაც იცნობენ პოლიტიკური ლიდერები, იცნობენ ევროკავშირში და ამის მცდელობაა, რომელიც დარწმუნებული ვარ. როგორც არ უნდა დამთავრდეს, საბოლოო ფინალი არის ის, რომ მსგავსი ბოროტება ყველას უბრუნდება საკუთარი თავის წინააღმდეგ, იმიტომ რომ შეიძლება უღმერთო ივანიშვილს არ სჯერა სამსჯავროსი და ღმერთის, მაგრამ ღმერთი არსებობს და ყველა საკუთარ საზღაურს აუცილებლად მიუძღვის და ამ პროცესში ჩვენს წულს შევიტანთ. დიდი მადლობა ირაკლი, წარმატებას გისურვებთ. ხო, ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოკლედ პროცესები სასამართლო დარბაზში, ამ საქმის ფარგლებში და არ ვიცი, მე მაინც მაქვს ცუდის მოლოდინი, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებენ, რა გადაწყვეტილებაც თავში მოსდით. ივანიშვილის პირობებში არ შეიძლება კარგის მოლოდინი გქონდეს, ამიტომ ცუდისთვისაც მზად ვარ. მადლობა ირაკლი კუპრაძეს, დავემშვიდობები.